მარნეულის მუნიციპალიტეტის ინიციატივით სოფელ წერეთელში საბავშვო ბაღი გარემონტდა, რისთვისაც გამოყოფილი იყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71,531 ლარი. სარემონტო სამუშაოები სოფელ საიმერულოს საბავშვო ბაღშიც მიმდინარეობს და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50,767 ლარი. საიმერულოს საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. წელს ჩვენი რაიონის გამგებელი ბატონი მერაბ თოფჩიშვილი არაერთგზის მობრძანდა ჩვენთან, გაეცნო ადგილზე ბაღის პირობებს, პრობლემებს. მან აგვირთვა დახმარება უკეთესი პირობებისთვის, რაც პირნახად შეასრულა. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება, ბავშვებს უკეთესი პირობები ექნებათ. უკვე ამ თვის ბოლოს ამბობენ რემონტის დამთავრებას და 1 ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას საბავშვო ბაღი და მივიღოთ ბავშვები. შარშან გამგებლის ინიციატივით შემოვლილი იქნა ყველა ბაღები, რაც კი არის მარნეულის რაიონში, მათ შორის წერეთლის ბაღიც, საიმერულოს ბაღიც. სავალალო მდგომარეობა იყო, ნამდვილად ითხოვდა კაპიტალურ შეკეთებას. ამისთვის ბიუჯეტის ფორმირებისას გავითვალისწინეთ ჩვენ ამ ბაღების სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა, რომელიც განმახორციელება და რეალიზება ხდება. ამ წუთას წერეთლის ბაღში დასრულებულია სამუშაოები, რომელიც შეასრულა შპს თეგი. არის ასეთი ფირმა, ტენდერში გამარჯვებული. წერეთლის ბაღზე გამოყოფილი იყო 71,531 ლარი. საიმერულოს ბაღზე ეხლა მიმდინარეობს მუშაობა, ამასაც ასრულებს შპს თეგი. გამოყოფილია თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50,767 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახი მესამე შვილზე 800 ლარს, მეოთხეზე 1000, მეხუთესა და ყოველ მომდევნოზე კი 1500 ლარს მიიღებს, განაცხადა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. როგორც ნარმანია განმარტავს, რაიონულ გამგეობებში სოციალური მომსახურებისთვის დამატებით 8 მილიონი ლარი გამოიყო. თავად სოციალური მომსახურების სამსახურის დაფინანსება კი 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა. ამ დრომდე სოციალურად დაუცველი ოჯახები მესამე ბავშვზე 400 ლარს, მეოთხეზე 800, მეხუთესა და ყოველ მომდევნოზე კი 1000 ლარს იღებდნენ. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დაფინანსების გაზრდა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დამტკიცებისას 16 სექტემბერს გადაწყდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას პირდებოდით, რომ მრავალშვილიან ოჯახებზე გაიზრდებოდა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ცვლილებით ეს უკვე გავაკეთეთ. მესამე შვილის შემთხვევაში მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები ნაცვლად 400 ლარისა 800 ლარს მიიღებენ. მეოთხე შვილის შემთხვევაში 800 ლარის ნაცვლად 1000 ლარს მიიღებენ. მეხუთე და შემდგომი შვილის შემთხვევაში 1000-ის ნაცვლად 1500 ლარს მიიღებენ. ამიტომ ეს არის პირველი, ასე თქვა, ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირების შესრულება და მე მინდა მოგილოცოთ და ხალხსაც მივულოცო ის, რომ დავიწყეთ უკვე რეალური ქმედებები მიუხედავად ამ გაჭირვებაში ყოფნისა და მიუხედავად იმ ბიუჯეტისა, რაც ჩვენ უახლოეს დღეებში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი განმარტებით, სწავლის დაწყებამდე დედაქალაქის მერიამ 3000 ბავშვისთვის შესაძლო ფართების მოძიება და მოწესრიგება დაიწყო. ნარმანია ამბობს, რომ აღნიშნული კუთხით მერიის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფაც იგეგმება. ბაღების მართვის სააგენტოს 132 ბაგა-ბაღის დაფუძნებაზე თანხმობა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაუდასტურეს. ამავე სხდომაზე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელჩერადი დახმარების გაზრდაც გადაწყდა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ ბავშვებისთვის წართმეული საბავშვო ბაღი დაუბრუნეთ ბავშვებს ჩუღურეთის რაიონში და მინდა გითხრათ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე არ ვჩერდებით. ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, ამიტომაც პირველი და მეორე საკითხი, რომელსაც სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი გელად ჩივიაშვილი წარმოადგენს, სწორედ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით
გახლავთ 132 საბავშვო ბაღის დაფუძნებაზე თანხმობა უნდა მივცეთ დღეს ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს და დამატებით გამოვუყოთ ასევე დაფინანსება მას იმისათვის რომ უფრო აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, ამიტომ პირველი და მეორე საკითხი საბავშვო ბაღებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ და ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში ბიუჯეტი პრაქტიკულად დახარჯული დაგხვდა, ამ კუთხით არც ერთი პროექტი შეჩერდება, განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანია ამბობს, რომ აღნიშნული საშუალებას მერიას თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები აძლევს. მისი განმარტებით, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური პროექტების გასაგრძელებლად მერიამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გადაწყვიტა. ჩვენმა წინამორბედებმა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი ბიუჯეტიდან და ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება რაიონულ გამგეობებში პრაქტიკულად ამოწურეს ჩვენ ობიექტური აუცილებლობის წინაშე დავდექით, რომ ბიუჯეტის სხვა მუხლებში არსებული ეკონომია გადმოგვეტანა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, ასევე გაგვეზარდა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება, რათა წლის ბოლომდე აუცილებელი სერვისი მიგვეწოდებინა მოქალაქეებისთვის. მეორე მხრივ არ იყო გათვალისწინებული 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა, კერძოდ წყალკანალის სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სახსრები. აქედან გამომდინარე იძულებული გავხდით, რომ დამატებითი ფინანსური სახსრები მოგვეძიებინა და ამიტომაც მიმართეთ თბილისის საკრებულოს და საქართველოს მთავრობას სესხებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. გუშინ დამტკიცდა ბიუჯეტი, ჩვენ დღეიდან უკვე შეგვიძლია ახალი ბიუჯეტით ვიმუშაოთ. გარდა იმისა, რომ არ შეფერხდება სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება, მე მინდა ეს უთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, იმიტომ რომ გაიჟღერა გუშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან თითქოს რაღაცა ფორმით, რადგან ჩვენ ქამრების მოჭერა დავიწყეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს რაღაცეები დააკლდება ან საინვესტიციო პროექტები შემცირდება, არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება, ჩვენ იმიტომ მივმართეთ სესხის აღებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეკონომიები გადმოვიტანეთ ჯანდაცვაში და სოციალურ უზრუნველყოფაში, რომ ხალხს არაფერი არ დააკლდეს. და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სოციალური მხარდაჭერა, არც ერთი ჯანდაცვითი კუთხით დაფინანსება არ შემცირდება.